თბილისმა საერთაშორისო კონგრესს მორიგ-ჯერზე უმასპინძლა. ესთეტიკური მედიცინის, პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის სფეროს წარმომადგენლები მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნიდან კოლხი და 2025-ზე შეიკრიბნენ. კომპანია აპტოსის ორგანიზებით გამართული სამდღიანი კონგრესი არამხოლოდ დარგის ინოვაციებისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარების პლატფორმა გახდა, არამედ საქართველოს კიდევ ერთხელ წარმოჩინდა როგორც მეცნიერების, კულტურისა და ტურიზმის მნიშვნელოვანი ცენტრი. უფრო ვრცლად კოლხი და 2025-ზე მარიამ იზორიას მიერ მომზადებულ სიუჟეტში გიყვებით. თბილისმა ესთეტიკური მედიცინის, პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის საერთაშორისო კონგრეს კოლხი და 2025 უკვე მე-19-ად უმასპინძლა. ღონისძიება კომპანია აპტოსის ორგანიზებით გაიმართა. ეს ის ბრენდია, რომელმაც სახისა და სხეულის კორექციის მიმართულებით მსოფლიოში ცნობილი აპტოსის ძაფები შექმნა და მათ ინოვაციური მეთოდებით ათასობით ექიმის თუ პაციენტის დღის წესრიგი შეცვალა. წლევანდელმა კონგრესმა უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია. 80-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსულ 1500-ზე მეტ დელეგატს 190 საერთაშორისო სპიკერი და წამყვანი ბრენდები შეუერთდნენ. ჰიბრიდულ ფორმატში გამართულმა სამდღიანმა ღონისძიებამ საქართველოს პლასტიკური და დერმატოლოგიური სივრცე კვლავ მსოფლიო ასპარეზზე წარმოაჩინა. კონგრესის ფარგლებში ჩატარებულ სამეცნიერო და პრაქტიკულ სესიებზე სპეციალისტებმა საერთაშორისო გამოცდილებასთან ერთად საკუთარი უნიკალური მეთოდოლოგიაც გააზიარეს. ექსპოს სივრცეში კი მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ დარგის უახლეს ტექნოლოგიებსა და პროდუქტებს. რეგიონში პირველი კონგრესი იყო 2007 წელს, რომელიც ესეთი ტიპის კონგრესი გაიხსნა. ძალიან ბევრი ინოვაცია შემოგვიერთდა ამ წლების განმავლობაში, პირობითად კოვიდის პერიოდში. პირველი კონფერენცია იყო, რომელიც ონლაინ ჩატარდა და 3000-ზე მეტი ადამიანი შეკრიბა ონლაინ, მაშინ როდესაც სახლში ვიჯექით და ასეთივე ანალოგიური ინოვაციები წლიდან წლამდე ჩვენ გვემატება და პრაქტიკულად ვაოცებთ ამ სფეროს ინოვაციებით. რაც შეეხება ბიზნესის კუთხით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დღესდღეობით 30-ზე მეტი წარმომადგენელია ესთეტიკური ბიზნესის ჩვენთან თავისი სტენდებით, რომელიც წარმოადგენენ თავის პროდუქციას და წარადგენენ ამას როგორც დისტრიბუციული კომპანიები ჩვენთან საქართველოში და ჩვენ ვაძლევთ საშუალებას, რომ განვითარდნენ, რა თქმა უნდა, აქ ჩვენ ბაზარს. წლევანდელი კოლხი და ქართული ელემენტებით განსაკუთრებით დატვირთული იყო. ქართული ფოლკლორი, ღვინო, საკონფერენციო სივრცეები, ქართული კუთხეების დასახელებით, მოკლედ ყველა იდეის მიზანი საქართველოს იდენტობის და კულტურის 80-მდე ქვეყნის წარმომადგენლის წინაშე პოპულარიზაცია გახდათ. თანაც-წლებია უკვე ტრადიციად ქცეული კოლხი და დარგის განვითარებასთან ერთად საქართველოს პოპულარიზაციის მიზანს ემსახურება. წლებია კონფერენცია მსოფლიოს ათობით ქვეყნიდან ათასობით ადამიანს კრებს და ამით ქვეყნის ტურიზმშიც თავისი კონტრიბუცია შეაქვს. მასშტაბებით თვალსაჩინოა, როგორც კოლხიდას ორგანიზატორები ამბობენ, ღონისძიება რეგიონში ყველაზე დიდ კონფერენციად ჩამოყალიბდა. ყოველ წელს ერთი და იგივე დროს ივლისში ჩვენ ვატარებთ კოლხიდას, წელს არის მე-19. მთელი გენერაცია ახალგაზრდა პლასტიკური ქირურგები შეიძლება ვთქვათ გაიზარდა კოლხიდაზე. და ძალიან მიხარია, რომ 1500-ზე მეტი დელეგატი გვეყოლება წელს, ბევრი ქვეყნებიდან, წარმოიდგინეთ ავსტრალიიდანაც, ბრაზილიიდან დიდი ჯგუფი, არგენტინა, ევროპა, მოკლედ ნამდვილად დღეს ვინც არის ამ სპეციალობის წამყვანი სპეციალისტი შეიკრიბა აქ და რატო არის საქართველოსთვის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ჩვენ რეგიონში კოლხიდაზე უფრო დიდი კონფერენცია უბრალოდ არ ტარდება. და ჩვენი რეგიონისთვის, საქართველოსთვის ეს არის დიდი წარმატება პლასტიკურ ქირურგიაში და დერმატოკოსმეტოლოგიაში. საქართველოში მედიცინის უწყვეტი განვითარებისა და მსოფლიო დონის პროფესიონალებთან კავშირების გაღრმავების იდეით წლევანდელი კოლხიდაც წარმატებული აღმოჩნდა. საერთაშორისო კავკასიური კონგრესი ინოვაციის, თანამშრომლობისა და პროფესიული ზრდის სივრცეც ჩამოყალიბდა. მომდევნო კოლხიდა 2026 წელს ჩატარდება, თანაც საიუბილეო და კიდევ უფრო მასშტაბური.